მეგობრებო, მოგესალმებით. ეხლა რაღაცას გულისყურით მოვусმინეთ და მე ვისაუბრებ. სხვა სამყაროებში ცხოვრობდა. თქვენ მიყურეთ ესლა. ყველა სხვადასხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა. ეს მენდელეევი. ძალიან დიდი ვიღაცებს საუბრობ ხალხო ახლა. ძალიან უბედურ ადამიანებს. თქვენ არ გეგონოთ რომელიმე მათგანი ბედნიერი იყო. არც ერთი არ იყო ბედნიერი. მაგრამ მათი ცხოვრება იყო ესა. და რატომ იყო ესეთი ცხოვრება, იცი? დიდი ხანი არ გავაგრძელებ, ცოტა ხანი მოვусმინოთ რაღაცა მომენტამდე მინდა მოგასმენინოთ და მე ამიტომ იყო მათი ცხოვრება ესეთი. ამიტომ იყო. და ამაზე არავინ ფიქრობს მე. არჩევანი თვითონ, ყველა თვითონ აკეთებს არჩევანს. კი, ესე სიამოვნებაში იყო, ესე იყო. პითაგორას გული გაუსკდა. ეს არის გველუკაშვილი, მალხაზ გველუკაშვილი. რომელთანაც ერთ დროს 3 თვე კურსი გავიარე და 3 თვე ვიყიდე. ანტონის ოკუდისტი იყო, ძალიან გიდგინე და აგრიპა. მაგრამ მოვусმინოთ ერთი წუთით რაღაცა წერტილამდე მინდა მიგიყვანოთ რა და მე აგიხსნათ. როგორ მან არ იცოდა ყველაფერი იცოდა. მას პარალელს ამყარების ნანახი ქონდა ყველაფერი. სიკვდილზე წავიდა ჯორდანო ბრუნო. ატო დედამიწა ბრუნავს თურმე და იმის გამო არა ბატონო. აი იმის გამო რაც ნახა დახწერა თავის ბოლო წიგნში. მაგრამ მან ჩათვალა რომ სხვანაირად არ შეეძლო. რომ სიმართლე უნდა ეთქვა. შეიძლება მისია. Omar Khayyam სიცხე გაიხსენეთ. ჩიტებს რა პრენდა ჰაებში. ტიხი ჩიტებს. რას უყურენ? ვიდა. არა, ეგენი ვინც ყველა ეგეთი დონეები რო გადის, ის მე აღარ მოდის. თუ თვითონ არ გადაწყვიტა და ისო მოსულა. ხო, ისე რომ ვიღაცამ რომ გითხრა და აქ რო ეხლა მე ჯორდანო ბრუნოს რეინკარნაცია ვარ, არ დავუჭიროთ. ამ პითაგორასიო, ან იმისიო, ვიცნობდიო თუ გეტყვით ეს სხვა საკითხია. მაგრამ ისი რეინკარნაცია ვარო. ესე არ ხდება ხალხო. ან იმისიო რა ქვია. არა, შეიძლება მოინდომა კიდევ უკან დაბრუნება. ხო. არა, არ უნდა თუ უბრალოდ დავალება აქ. უნდა მაგ შემთხვევაში კი, მაგრამ ძირითად შემთხვევაში მიზანი ხო ის არის რომ აღარ დაბრუნდეს. მიზანი ის არის მიდის იმიტომ რომ აღარ დაბრუნდეს. ის აკეთებს ყველაფერს ბოლომდე და ცუდად ამთავრებს ცხოვრებას იმის გამო რომ ის მეტი აქ აღარ დაბრუნდეს. სურვილით არ უჩნდებათ. ხო, მაგრამ არის დავალებები. არის დავალებები. არის დავალებები. კარგად მოისმინეთ. არის დავალებები. ვიღაცა ენოქებია, ვიღაცა ისინია, რა ქვია, თავარმეფეებია, ვიღაცა გატენილია საქართველოს ეგეთებით. კაი. სოფლიო. ვიღაცა ენოქებიო და ვიღაცა თამარ მეფეებიო, მეგობრებო, მაგრამ არის დავალებებიო რა. და გველუკაშვილს მინდა აქედან უთხრა, რომ არის დავალებები, ნამდვილად, სწორედ მიხვდით ეგ თქვენ. და ასევე არის თამარ მეფის შემთხვევაშიც ძალიან დიდი დავალება. თამარ მეფეს დაავალეს ასეთი რამ, რომ ის უნდა მოსულიყო დედამიწაზე და ეხსნა ის ერი, რომელსაც დაპირდა, რომ მე ერთ დროს მოვალ, როდესაც საქართველო იქნება გასაჭირში და მისი დაპირება უნდა შეასრულოს თამარმა. ვიღაცა ენოქებიო და ვიღაცა თამარ მეფეებიო ბევრი არსებობს საქართველოში, მაგრამ არსებობს ერთი თამარი, რომელიც დააბრუნეს უკან, რადგან მან დაადო აღთქმა. პირობა დაუდო თავის ერს, რომ ის საქართველოს ყველაზე დიდ გასაჭირში როცა იქნებოდა, მაშინ უშველიდა. ახლა ბატონო მალხაზ გველუკაშვილო, ეს საკითხი დროულად მიიღეთ თქვენ ცნობიერში და დროულად გამოასწორეთ, თორე გაფრთხილებაა არა ჩემგან, არამედ ზეციდან. თუ კი თქვენ ამ საკითხს დროულად არ გაიაზრებთ, გაიხსენეთ რა მოხდა, როდესაც მე მოვედი თქვენთან და მოგართვით ენოქის წიგნი.
გაიხსენეთ რა სიტყვებით მოვედი მე თქვენთან. და ის სიტყვები ჩემგან კი არ იყო, ის სიტყვები იყო ზეციდან. და თქვენ კარგად გეცოდინებათ, ვისგან იყო ეს სიტყვები. თუ არ გეცალათ და არ გამოგიძიებიათ ჯერ ეს სიტყვები, შეგიძლიათ აი ახლა და ამ წამს, როდესაც თქვენ ამ სიტყვებს მოისმენთ, გამოიძიოთ. სავარაუდოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს. ყველა ადამიანი თავისი სახით არის მოსული და ეს თქვენ არ გაგიჭირდებათ, რომ გამოიძიოთ. ახლა მე დავასრულებ ამ საუბარს და დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებულ გამოძიებას.